საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლების შეცვლის ორი გზა იცის: არჩევნები და აქციები, რომლითაც არჩევნებამდე მისვლაა შესაძლებელი. მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი სცენარი, აჯანყება, რომელიც ზურაბიშვილის შეფასებით საქართველოს ტრადიციებში არ არის. ინტერვიუში მეხუთე პრეზიდენტი ქუჩის აქციების მნიშვნელობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენთვის მხოლოდ ორი სცენარია ცნობილი: არჩევნები დიახ და ქუჩის საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე არ მივალთ. მეორე ალტერნატივა არის აჯანყების რაიმე სხვა ფორმა, რაც საქართველოს ტრადიციების ნაწილი არ არის. წინააღმდეგობა უნდა იყოს და ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან, თუმცა იგულისხმება არსებითად მორალური მხარდაჭერა, რადგან კიდევ რა შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს დღეს გააკეთონ. ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებითა და რბილი ძალით. ჩემი აზრით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ რუსეთი ტესტავს, რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. სალომე ზურაბიშვილს ასევე ჰკითხეს, ელოდება თუ არა დაკავებას. მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ დასაჭერთა სიაში მოწინავე ადგილზე სავარაუდოდ არ არის, თუმცა არც არაფრის გამორიცხვა შეუძლია.